მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ ძალიან ზარმაცი ვარ. სანამ არ აღმოაჩინე, რომ ეს უბრალოდ ADHD-ა. მე ნანიკო ვარ და დღეს მინდა ამაზე ვისაუბრო. რომ გეკითხათ და რომ რას არ გავაკეთებდი ალბათ არასდროს, გიპასუხებდით, რომ ჩემ თავზე საჯაროდ ხმამაღლა საუბარი იქნებოდა ეს. მით უმეტეს თუ მე არ დავგეგმავდი ამ ამბავს და მე არ ჩავწერდი ვიდეო ამის შესახებ. თუმცა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, იმ პროცესმა და იმ გზამ, რაც გავიარე ADHD-ზე ეჭვის გაჩენიდან დღემდე, მაფიქრებინა და გადამაწყვეტინა, რომ აუცილებელია ამაზე ხმამაღლა საუბარი. და მე შემიძლია ეს გავაკეთო და ამიტომ ვაკეთებ ამას. მართალი რომ გითხრათ, ცოტა ძნელია დღევანდელ ვითარებაში, მაშინ როცა დილით ვიღვიძებთ და ყოველ დილით ახალი პრობლემა გვხვდება, ახალი რაღაც გვხვდება საზრუნავი, სხვა რამეზე იფიქრო ადამიანმა, სხვა მხრივ მიმართო ხალხის ყურადღება და თითქოს რაღაცაზე ნაკლებად მნიშვნელოვანზე გადაიტანო ყურადღება და არ მინდოდა ეს გამეკეთებინა და ალბათ ამიტომაც ამდენი ხანი ვფიქრობდი ჩამეწერა თუ არა ვიდეო და მესაუბრა თუ არა ამაზე ხმამაღლა და საჯაროდ, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ ეს ის არის, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დღესაც, იმიტომ რომ განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი დგება ისეთი პრობლემების წინაშე და ისეთი გამოწვევების წინაშე, რაზეც მათ თავიდან არ უფიქრიათ და საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ ეს არის ჩვენი ნეიროგანსხვავებულობა, უბრალოდ ასეა მომართული ჩვენი ოპერაციული სისტემა, ჩვენი ტვინი და ეს როცა არ ვიცით ამის შესახებ, როცა არ გვაქვს ინფორმაცია ამის შესახებ, ფაქტიურად სრულიად უფუნქციოები ვხდებით და თუ უფუნქციოები ვიქნებით, ვერ გამოადგებით ვერც საკუთარ თავს, ვერც ოჯახს და ვერც სამშობლოს, რასაც ახლა ყველანი ჩვენ თითოეული ჩვენგანი ძალიან ვჭირდებით. პირველ რიგში ვიტყვი ძალიან მოკლედ რა არის ADHD, რომლის განმარტებაც ესეა, ეს არის უბრალოდ აბრევიატურა, ეს არის ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი. ADHD ეს არის სხვანაირად მოწყობილი ტვინი, სხვანაირად განვითარებული ტვინი, რომელსაც მარტივად რო წარმოიდგინოთ, მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის უბრალოდ ოპერაციული სისტემა, რომელიც მუშაობს სხვანაირად და მას არ შეუძლია ზოგიერთი საბაზისო რამის შესრულება, არ შეუძლია მაგალითად დაგეგმა, დროის აღქმა სხვანაირი აქვს და ასე შემდეგ, აღმასრულებელი ფუნქციების შესრულება უჭირს. და შესაბამისად, ჩვენ არ უნდა ვებრძოლოთ მას და იმიტომ რომ ეს უბრალოდ ესე მუშაობს, მას ვერ შევცვლით, ოპერაციულ სისტემას ვერ შევცვლით, უბრალოდ უნდა მოვერგოთ მას. ეს არის კიდევ ერთხელ ნეიროგანსხვავებულობა, განსხვავებულად განვითარებული ტვინი და ეს არის მდგომარეობა, რომელიც ასე ვთქვათ, არ იმკურნება, მას არ ჭირდება განკურნება, უბრალოდ მას ჭირდება მიღება და მას ჭირდება მორგება. ეხლა რატომ წერ ამ ვიდეოს და რატომ მინდა რომ ამაზე ვისაუბრო. დარწმუნებული ვარ, ჩემს გარშემო ძალიან ბევრი ადამიანია და მე ნელ-ნელა ვსწავლობ მათ ამოცნობას. ასევე შეიძლება ჩემს გარშემო არა, მაგრამ უბრალოდ ის ადამიანები, ვინცაც ეს ვიდეო ჩაუვარდებათ და მოусმენენ, რომელთაც აქვთ დადასტურებული ADHD, ან არა აქვთ, ან ჯერ ეჭვი აქვთ და ჯერ არ მიუმართავ სპეციალისტისთვის, ან უბრალოდ მსგავსი გამოწვევები აქვთ, რაც მე მქონდა და მაქვს და არასდროს არ ვფიქრიათ ამაზე, რომ შეიძლება იყოს ADHD. ეს ვიდეო არის მათთვის, რომ მიხვდნენ, რომ ისინი არ არიან მარტო, მათ გარდა ბევრი ადამიანია კიდე ესეთი, მერწმუნეთ, თქვენს გარდა ბევრი ადამიანია ესეთი და მე ვარ ერთ-ერთი მათგანი და მე შემიძლია ამაზე ხმამაღლა საუბარი და მე ამაზე ვსაუბრობ ამიტომ.
მეორე რატომაც მინდა რომ ჩემი გზა დაგანახოთ თუ რა გავიარე დღემდე დაბადებიდან სხვათა შორის არის იმიტომ რომ არის იმ ადამიანებისთვის ვინც არის გარშემო ADHD-ს მქონე ადამიანების გარშემო ვინც არის მათი მეგობრები, მათი ოჯახის წევრები, მათი დამსაქმებლები მათთვის მინდა მაქსიმალურად მეტი ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ თუ რას განიცდის, რას ფიქრობს, როგორ ფუნქციონირებს ზოგადად ადამიანი, რომელსაც აქვს ADHD, რადგან ეს არ არის ასე ვთქვათ და ნორმალური ფუნქციონირება, რასაც ნორმალურს ვეძახით, ეს არის ნეიროგანსხვავებულობა. შესაბამისად, შეიძლება ეს არ იყოს რაღაც ქცევები, რაღაც თვისებები, არ იყოს ისეთი, რასაც საზოგადოება ნორმალურს ეძახის და თუმცა ეს არც არანორმალურია, ეს უბრალოდ განსხვავებულია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს რა არის, უნდა გქონდეს მასზე ბევრი ინფორმაცია, რომ ის მივიღოთ. თუ არ ვიცით რა არის, მისი მიმღებლობაც ვერ გვექნება და ზოგადად ყველანაირი მიმღებლობა, განსხვავებულის მიმღებლობა ჩვენ საზოგადოებაში არის ძალიან ძნელი და მით უმეტეს ნეიროგანსხვავებულობის მიმღებლობა. მე რა თქმა უნდა მართალი გითხრათ აქამდე ამაზე ფაქტიურად არ მიფიქრია არასდროს, უბრალოდ მე რო აღმოვჩდი ამის წინაშე, მაშინ მივხვდი რომ მეც საერთოდ არ მქონდა ინფორმაცია ამის შესახებ, თუნდაც ADHD-ის შესახებ, თუნდაც მაგალითად აუტიზმის შესახებ შეიძლება უფრო მეტი ინფორმაცია მქონდა, მაგრამ მიმღებლობა ვაღიარებ, რომ უბრალოდ ვერ მქონდა, იმიტომ რომ არ მქონდა საკმარისი ინფორმაცია. ამიტომაც არის ეს ყველაფერი, ეს არის იმისთვის, რომ ხალხს დავანახოთ ზოგადად რა ტიპის რასთან გვაქვს საქმე, რას განიცდიან ეს ადამიანები, როგორები არიან და უბრალოდ იმიტომ, რომ თქვენ ყველამ ასე ვთქვათ, ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ არ ვართ უპასუხისმგებლოები, ჩვენ არ ვართ ზარმაცები. ჩვენ ვართ ადამიანები, ვისაც შეგიძლიათ ენდოთ, უბრალოდ უნდა იცოდეთ უბრალოდ როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი. ჯერ ჩვენც უნდა ვიცოდეთ როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი, რა თქმა უნდა. და როგორც წესი, რაც ყოფილა ჩემს მიმართ დამოკიდებულება და დარწმუნებული ვარ ბევრი სხვის მიმართაც, ეს არის ის, რომ ზარმაცია როგორი უპასუხისმგებლოა არასანდოა, ჩემი ერთ-ერთი ძალიან კარგი მეგობრისგან გამიგია ეს მაგალითად, რომელმაც რეკომენდაცია გამიწია ერთ-ერთ სამსახურში და აღმოჩნდა, რომ უთქვამს, რომ არასანდო ვარ და ერთ დღესაც მე დავტოვებ ყველაფერს და წამოვალ ამ სამსახურიდან და ესეც იყო და მე აღმოვაჩინე ამის შესახებ, ვინ გამიწია ამ ტიპის რეკომენდაცია. ამიტომ ეს არის რაღაცა იარლიყები, რომელსაც გვაკერებენ და ობიექტურადაც შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ მართლა რო შეხედავ ადამიანი, რომელიც არაფერს არ ასრულებს, არაფერს არ აკეთებს, შეიძლება ნებისმიერ დროს ადგეს და წავიდეს, მართლა ვერ ვენდობით იმ ადამიანს, ხო? მართლა შეიძლება ვიფიქროთ, რომ ზარმაცია უპასუხისმგებლოა, რა თქმა უნდა. უბრალოდ იმისთვის, რომ ჩვენ თვითონ, ვისაც ADHD გვაქვს, ჩვენ თვითონ მივიღოთ ჩვენი თავი და ჩვენ თვითონ ჩვენთან თავზევე არ გვეგონოს, რომ მართლა ესეთები ვართ და ამან ჩვენი თვითშეფასება ძალიან არ დაწიოს დაბლა, რაც იყო ჩემი შემთხვევა, იმიტომ რომ მე მართლა მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ ძალიან ზარმაცი ვიყავი. ამისთვის ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის საერთოდ ეს ADHD, როგორ ფუნქციონირებს ჩვენი ტვინი და საერთოდ პირველი არის ის ალბათ, რომ უნდა დაისვას დიაგნოზი სპეციალისტის მიერ. ანუ ერთია რომ გვაქვს ეჭვი რაღაცაზე და მეორეა რომ დიაგნოზი ისმევა და ჩვენ უკვე ვიცით რასთან გვაქვს საქმე.
მინდა რომ ძალიან მარტივად გითხრათ უბრალოდ ჩემი პატარა გზის შესახებ, რა ხდება და რა მოხდა და როგორ მივედი აქამდე. როგორც გითხარით, არის ეს იყო ისე, რომ ნუ მთელი ცხოვრება იყო ეს რაღაც გამოწვევები, ეს რაღაც სირთულეები, ნანიკო არასდროს არ ჟდებოდა რაღაც ჯგუფში მიკუთვნებულების პრობლემა მქონდა ყოველთვის, იმიტომ რომ რომელ ჯგუფშიც არ აღმოჩნდებოდი, იყო ყოველთვის ის, რომ მე ვიყავი განსხვავებული სხვისგან. ნუ ეს განსხვავებულობა ბევრ რამეში გამოიხატებოდა, წარსულში ვსაუბრობ, თუმცა ეხლაც ესეა, ბევრ რამეში გამოიხატება და შესაბამისად მერე გაქვს გამოდის სხვა გამოწვევებს იწვევს ეს და საბოლოოდ ძალიან ცუდ შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ და აი ამ ყველაფრით მოკეთ ამ ყველაფერმა ოღონდ ეს ყველაფერი აღიქმებოდა ისე რომ ნანიკო უბრალოდ არ ვიცი აი ჰიპერაქტიულია რაღაცა სახელიც კი დამარხოს რაღაც არ ვიცი კოსმოსი თუ მეტეორი თუ რაღაც მსგავსი ნანიკო რაღაცა ბევრს ლაპარაკობს სულ არ ჩუმდება სულ თავს აბესებს მეგობრებს იმდენს ლაპარაკობს აი ნანიკო რაღაცა სულ ცინის ბავშვობაში იყო ის რომ ნანიკო სულ იცინოდა ყველაფერზე იცინოდა ანუ რაც არ უნდა ყოფილიყო ყველაფერზე იცინოდა მარტივად მერე სიცილის შეწყვიტა მაგრამ მერე გახდა ჰიპერაქტიული და მერე მეტეორი იყო მერე ეს ამბავი შეწყვიტა მაგრამ რაღაცა თითქოს დაწყნარდა იმდეს აღარ ლაპარაკობდა მაგრამ სამაგიეროდ ეს ჰიპერაქტიულობა გადავიდა ტვინში და როცა ერთ საქმეს ვაკეთებ შეიძლება ეს 10 საქმე გეცდებოდეს ერთად ჩემს ტვინში და რაც თავარია ტვინი რაღაც საქმეს ასრულებს თვითონ თავის წარმოდგენებში და მერე იმდენად ასრულებს და იმდენად ასე ვთქვათ იქცევს შესრულების მონიშნავს რომ ეს შესრულდა რომ მე რეალურ მდგომარეობაში მისი შესრულება აღარ მინდა, იმიტომ რომ ტვინმა იცის რომ ის უკვე შესრულდა, ის უკვე შეასრულა, იმდენად სწრაფად მუშაობს და იმდენად სწრაფად მოქმედებს. მაგრამ ეს ყველაფერი ხო გეუბნებით იყო ჩემთვის ისე რომ ეს არის არ ვიცი უბრალოდ სხვანაირი ვარ უბრალოდ ესეთი ვარ უბრალოდ აი ცუდი ხასიათი მაქვს უბრალოდ მალე მარტივად ფეთქებადი ვარ უბრალოდ რაღაცა ვიცი რომ შემიძლია მარტივად გაუბრაზდე არ ვიცი უბრალოდ რაღაცას რომ ვიწყებ არ ვამთავრებ რატო არ ვამთავრებ იმიტომ რომ მთავრები ეს ალბათ არ მაინტერესებს ამ სამსახურში რატო არ ვარ ესეთი რაღაცა თანმიმდევრული იმიტომ რომ ეს არ არის სამსახური რომელიც მე მაინტერესებს მაგრამ აღმოჩნდა მივედი იმ მდგომარეობამდე როცა ის სფერო და ის კონკრეტული საქმიანობა რომელიც მე ძალიან მაინტერესებდა იმის სფეროშიც აღმოვაჩინე რომ რაც წესით უნდა გამეკეთებინა ძალიან კარგად აღმოჩნდა რომ არ გავაკეთე იმიტომ რომ ჩანიშნული დამავიწყდა მე რაღაცა სხვა რაღაცას გადავიტანე საქმე მე ის და მოკლედ ისეთი რაღაცები გამომრჩა რაც უკვე ნორმალური აღარ იყო და ამან დამაწყებინა ძიება დავიწყე ძიება და აქ მივხვდი პირველად რომ რაღაცა კი აქამდე ვიცოდი რომ განსხვავებული ვიყავი და სხვანაირი ვიყავი მაგრამ ეს რაღაცა სხვანაირობა ესეთი მარტივი არ არის და რაღაცა სხვა რაღაცაშია საქმე და ამ ძიებით და საბედნიეროდ ეხა ინფორმაციის მოძიება ჩვენს ეპოქაში არ არის ძნელი ამ ძიებით მივედი იქამდე რომ ეჭვი გაჩნდა ADHD-ზე ძალიან მალევე გავიკეთე შეფასება და ძალიან მალევე დადასტურდა. თუმცა ჩემი შეფასების პერიოდში, ანუ შეფასების დროს, რომელიც გაგრძელდება რამდენიმე საათი, სულ მიმეორებდა ის პიროვნება, ვინც აკეთებდა ამ შეფასებას, რომ ვერაფერს ვერ ხედავ ADHD-ის, ნამდვილი ADHD-საც და ეს შეიძლება იყოს უფრო მერე შეძენილი, იმიტომ რომ არის რაღაცაები, რაღაცა თვისებებს ვიძენთ შეიძლება ეს იყოს უბრალოდ ქცევის ამბავი და არ იყოს ნამდვილი ADHD, ანუ არ იყოს ADHD, ნამდვილი ADHD. ამ შემთხვევაში უფრო მარტივად გვაქვს საქმე, იმიტომ რომ თუ ეს ქცევის ამბავი ამ ქცევის ამბავს ყველანაირად რაღაცა თერაპიებით და ასე შემდეგ გავიუმჯობესებთ და დაუბრუნდებით ჩვეულ იმას რა ქვია, ჩვეულ ცხოვრებას, ჩვეულ რიტმს მაგრამ თუ ეს არის ADHD, ეს ნიშნავს, რომ ტვინი უბრალოდ სხვანაირად მოქმედებს, მას არ შეუძლია რაღაცაების გაკეთება ისე, როგორც ნეიროტიპიურად განვითარებულ ტვინს და შესაბამისად მას არ უნდა მოვთხოვოთ ეს რაღაცაები. უბრალოდ უნდა ვისწავლოთ მას ან მოვატყუებთ, ან
ან არ ვიცი, ან ცოტა სხვანაირად მიუდგებით, ან სხვა რაღაცას შევთავაზებთ. სხვა პატარ-პატარა საქმიანობებს შევთავაზებთ, რომელიც დოპამინს მისცემს და ამ დოპამინის ხარჯზე მერე მნიშვნელოვან სხვა საქმეს გავაკეთებთ, რომელიც არ მოწონს და ასე შემდეგ. ანუ ეს უბრალოდ უნდა ვისწავლოთ ხრიკები, როგორ უნდა ვიცხოვროთ ADHD-სთან ერთად, ADHD-სთან ერთად და როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ ის გახდეს, ის იყოს ჩვენი ნაწილი, უნდა მივიღოთ და უნდა ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება. ეს არის ერთადერთი გზა, რაც გადაგვარჩენს, ასე ვთქვათ, თუ არა და სხვა მხრივ მივალთ კრიზისამდე და მე ფაქტიურად ამ მდგომარეობამდე ვიყავი და ვარ მისული, რომელიც არ არის მხოლოდ ერთი მხრივი კრიზისი, ეს არის ყველა მხრივი კრიზისია ამ მხრივ, იმიტომ რომ ერთი რაღაც ითრევს მეორეს, მეორე მესამეს და ასე შემდეგ. რო გავიგე, მოკლედ რომ როგორც კი ეჭვი გამიშთა ADHD-ზე, მე ამაზე საუბარი დავიწყე მაშინვე ჩემებთან, ჩემს ახლობლებთან, ჩემს ოჯახის წევრებთან და როგორც კი დამიდასტურდა და როგორც კი მივიღე ნეიროფსიქოლოგიური შეფასების დასკვნა, სადაც ეწერა, რომ მე მაქვს ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიულობის სინდრომი, მაშინვე გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი მეცნობინებინა ჩემი დამსაქმებლისთვის. რატომ გადავწყვიტე ეს? პირველი იმიტომ, რომ მაშინ, როცა ადამიანს აქვს რაღაცნაირად ხარ განსხვავებული და ეს განსხვავებულობა არის არ ვიცი, ნეიროფსიქოლოგიური განსხვავებულობა, ან რა ვიცი, სხვა მხრივ, მე ვფიქრობ, რომ ამის შესახებ დამსაქმებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს, იმიტომ რომ მან უნდა განსაზღვროს, როგორ მიუდგეს, როგორ იმუშაოს ნეიროგანსხვავებულ ადამიანთან და არ მოთხოვოს მას იგივენაირად, არ ქონდეს მასთან იგივენაირი დამოკიდებულება, როგორც უნდა ქონდეს ნეიროტიპიურ ადამიანებთან. ეს არის მათი შეიძლება რაღაც მხრივ იყოს სიძლიერეც დამსაქმებლისთვის, რომ ყავს ესეთი ადამიანი, ამ პირიქით გაჩნია ის როგორ ჩათვლის. მე მართალია გითხრათ, ველოდი, რომ ამ განცხადების მერე ძალიან მალევე ანუ მიმღებლობას არ ველოდი ამ მხრივ, თუმცა ხო, მიმღებლობას არ ველოდი, თუმცა მინდა ვთქვა, რომ გარკვეულწილად ეს მაინც იმიტომ გავაკეთე, რომ რაღაცნაირად ჩვენ საზოგადოებაში მიმღებლობა უნდა დავნერგოთ. არავინ არ ითხოვს ეხლა ამ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, არავინ არ ითხოვს იმას, რომ საერთოდ ადამიანებს კონდეს იმდენად მიმღებლობა, რომ რაღაცნაირად მოვერგოთ ესეთ ადამიანებს, მათთვის განსაკუთრებული სამუშაო გარემო შექმნა და ესე შემდეგ. ეს არის ძალიან შორს ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი საზოგადოება ჯერ ამის ძირსად არ არის, მაგრამ პირველი რაც არის, მინიმალური მიმღებლობა მაინც უნდა გქონდეს. და სწორედ იმიტომ, რომ რაღაცნაირად ეს ბარიერი გამერღვია და არ დამემალა ეს ყველაფერი, ამიტომაც გავაკეთე ეს და პირველივე დღეს ვუთხარი ჩემს დამსაქმებლებს. ეს წარმოიდგინეთ, რაღაცნაირად ეს იარლიყს გვასვავს და იარლიყით დავდივართ, ხო? ეს ჩემი იარლიყი დაიწყო მარტიდან. და მომეკრა რაღაც იარლიყი, რომ მაქვს ADHD და всё, ვიღაცა საერთოდ ძალიან ცოტა მიცის კიდე ეს რას ნიშნავს. ბევრი არც ფიქრობს, რომ საერთოდ მოძებნოს ამის შესახებ ინფორმაცია, იმიტომ რომ რაღაცა არ აქვთ დიდად, არ აინტერესებთ დიდად და მოკლედ გადაწყვეტენ, რომ შენ უბრალოდ სხვანაირი ხარ და შენ უბრალოდ არ ხარ მათნაირი და თუ მათნაირი არ ხარ, აღარ ხარ და всё, აღარ უნდათ, აღარ ჭირდები. და ეს საბოლოოდ საზოგადოებას ძალიან ცუდად მოქმედებს, იმიტომ რომ საზოგადოებას თუ არ აქვს მიმღებლობა, განსხვავებულის მიმღებლობა, ეს იქნება ნეიროგანსხვავებულობა, თუნდაც უბრალოდ განსხვავებული აზრის მიღება
და ასე შემდეგ, მიმღებლობა თუ არა აქვს, იმ საზოგადოებას ძალიან უჭირს ბევრი რაღაცის გაკეთება და ჩვენ ახლა ისეთ პერიოდში ვართ, როცა გვჭირდება ზუსტად ეს მიმღებლობა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ნაბიჯები გვაქვს წინ გადასადგმელი და გვჭირდება კარგად შემდგარი საზოგადოება. ამიტომაც მინდა მე ამაზე დღესაც ვსაუბრობ და ალბათ კიდევ ბევრჯერ ვისაუბრებ ამაზე, რომ მინდა იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ჩვენს გარშემო, უბრალოდ დავანახოთ და უბრალოდ ვუთხრათ, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის. რას ნიშნავს ჩვენთვის, როცა ისინი ჩვენ განგვიხილავენ როგორც ზარმაცს. შეიძლება არც არაფერი არ გითხრან, მაგრამ პირდაპირ ესე ხო არავინ არ გეუბნება ზარმაცი ხარო, მაგრამ შეიძლება არ გითხრან, თორე შეიძლება ვიღაც ეუბნებიან. არ გითხრან ზარმაცი ხარო, მაგრამ არა, შენ ზარმაცი კი არ ხარ, აი უბრალოდ დრო არ გაქვს, მაგრამ მაინც აღნიშნავენ, რომ შეისახლი დაულაგებელია. შეიძლება რაღაც გითხრან, არა, შენთან პრობლემა არა გვაქვს, მაგრამ აი ეს რაღაცა მაინც არ დაგინთავრებია დროზე, არ გაიკეთებია. არა, ჩვენ შენთან მინდობა კი გვაქვს, მაგრამ შემდეგ ტასკს არ დაგავალებენ. ან თუ დაგავალებენ, ვიღაცასთან ერთად დაგავალებენ. ანუ ნიშნავს უკვე რომ მინდობა აღარ აქვთ. ან უპასუხისმგებლობას ყოველთვის უპასუხისმგებლობას საყვედურობენ. და ეს მართალიც არის, უპასუხისმგებლობები ვართ მე პირადად. რაზეც ძალიან მწვენეა, ბოლო 3-4 თვის განმავლობაში ჩემი შვილის მეგობრების 4 თუ 5 დაბადების დღე დამავიწყდა. ჩანიშნული ყველგან. არ ვიცი რა აღარ გავიკეთებია, სად აღარ ჩავნიშნე, სად აღარ ისქენი, როგორ აღარ მოვინიშნე, რა შეხსენება აღარ დავაყენე, მაგრამ მაინც დამავიწყდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე მათ ნაკლებ პატივს ვცემ, ან მე პირიქით რაღაცები, რაც მინდა რომ უფრო მეტად გავაკეთო, რასაც უფრო მოწადინებული ვარ და რაღაცა პირიქით მობობ რა ეს ამბავი არ უნდა დამავიწყდეს, უნდა წავიდე, უნდა გავაკეთო, რაღაცას უნდა დავესწრო, ზუსტად იმის წინ ხდება რაღაც ისეთი, რომელიც მიცვლის თლიანად გეგმებს და მე საერთოდ მავიწყდება და საერთოდ ვარდები კონტექსტიდან. რაღაცა სხვა ხდება ისეთი, რომელიც ჩვენს ჰიპერფოკუსს მოითხოვს და ჩვენ ეს ჰიპერფოკუსი გვაქვს, ADHD-ს აქვს ეს დამახასიათებელი ზუსტად, რაც არის კარგი, რომ შეგვიძლია გადამეტებული ფოკუსი გავაკეთოთ რაღაცაზე და შესაბამისად რაღაცას ბევრს უფრო კარგად ვაკეთებთ ალბათ და ბევრს უფრო კარგად გამოგდის, იმიტომ რომ უფრო მეტ ენერგიას, უფრო მეტ ძალას და უფრო მეტ დროს ვდებთ ამაში. მაგრამ სამაგიეროდ სხვა სამყარო დანარჩენი იმის გარდა, რაზეც იმ მომენტში ვმუშაობ, დანარჩენი ჩვენთვის აღარ არსებობს. და ეს მომივიდა ზუსტად მე ეს დამემართა, ზუსტად მე, რომ აი ეს რამდენიმე დაბადების დღე უბრალოდ დამავიწყდა. და მე ძალიან ძნელია, იცით, ძალიან ძნელია ამ ადამიანების დახსნა, 1000 ბოდიშის მოხთ, რამდენჯერ უნდა მოუხადო ერთი და იგივე ადამიანს ბოდიში, ხო, 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ, მოდი რა ისე გააკეთე, რომ დაგეგმე და იყავი თუ ამ საზოგადოებაში ცხოვრობ, იყავი ისეთი, რომ რაღაცა არ მოგიწევს 1000 ბოდიშის მოხდა, ხო, მაგრამ ხანდახან უბრალოდ არ გამოგვდის. ძალიან გვინდა, მაგრამ არ გამოგვდის. და თუ არ ვიცით ეს რატო გვემართება, ძალიან ბევრს საყოდრობთ საკუთარ თავს. ძალიან იმდენად, რომ სრულიად ეცემათ ჩვენი თვითშეფასება. მე პირადად შემიძლია ვთქვა, რომ 26 წლის თებერვლამდე, მარტამდე სრულიად სხვა ადამიანი ვიყავი, საერთოდ ფაქტიურად არ ქონდა ნანიკოს თავის მიმღებლობა. ის რაც ქონდა, ისიც იყო რაღაცა დროებით ხოლმე და მე ისევ უკან მიდიოდა და რაღაც შეიძლება ერთი დღე მე გონებოდა, რომ კი ბატონო, ეს ვარ რაც ვარ, მაგრამ მე იწყებოდა ისევ თვითგვემა და ADHD-ის დიაგნოზმა მიღებულმა დასკვნამ რადიკალურად შეცვალა ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში. თავიდან ბოლომდე გადავიაზრე მთელი გზა, ჩემი დაბადებიდან არა, იმ დროიდან რაც მახსოვს ჩემი თავი, ის ნანიკო, რომელიც მუდამ იცინოდა და სიცილის გამო ბევრჯერ დაუსჯიათ. აი ეს მთელი ჩემი ცხოვრება გადავიაზრე თავიდან და უბრალოდ მივხვდი, რომ ერთი ის რაც მომწონს ჩემ თავში, ყველაფერი დაკავშირებულია ADHD-სთან
ამიტომ მე მართალი გითხრათ, არ ვიცი ამის გარეშე რა ვიქნებოდი, მაგრამ არის კიდე მეორე, რაც ასევე არ მომწონს და რის მიმღებლობაც არ მაქვს და ჩემი თავის მიმღებლობა რაც არ მქონდა, ესეც ADHD-ის გამოა. და ეხლა არის ესე, ჩემ თავს აღარ ვაძალებ რაღაცებს, ჩემ თავს ვიღებ ისეთ როგორც არის. და თუ რაღაცის გაკეთება არ შემიძლია, იმ დღეს უბრალოდ არ ვაკეთებ. ისევ ძალიან მოქმედებს გარემო ჩემზე და ისევ ძალიან მოქმედებს თუ ვინმე მეტყვის რომ სახელი დასალაგებელი მაქვს, რადგან სულ და მუდამ დასალაგებელი მაქვს, მაგრამ ნაკლებად რეაგირებ ამაზე. და თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მე ეს გზა გავიარე, მე უბრალოდ დასაწყისში ვარ. ეს ხო გეუბნებით ძალიან ახალი ამბავია ჩემთვის, ჯერ ძალიან დიდი ხანი დამჭირდა რომ ეს ყველაფერი უბრალოდ გამიაზრებინა, უბრალოდ მიმეღო, ჩემი თავი მეღიარებინა და ეხლა იწყება ის ეტაპი, რომელიც მგონია რომ იქნება ძალიან საინტერესო. ჩემ თავს უნდა ვასწავლო როგორ იცხოვროს ADHD-სთან ერთად, ოღონდ ისე რომ აღარ იყოს აღარც უპასუხისმგებლო, აღარ იყოს აღარც ზარმაცი და აღარც არასანდო. რაღაცეების გადალაგება მომიწევს ჩემს ცხოვრებაში, რაღაცეებზე უარის თქმა მომიწევს, მაგრამ სამაგიეროდ იმათ ხარჯზე, რაც ძალიან მომწონს, რაც ძალიან მიყვარს და რისიც გაკეთებაც ძალიან მინდა. და ჰიპერფოკუსი ჩემი ძალიან კარგად გამოვიყენე ამ ბოლოსაც რამდენიმე ტასკის შესრულებისას და ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტად გამოვიყენებ, ოღონდ ისე რომ ვეცდები ჩემს გვერდზე მყოფები არ დავაზარალო ამ ჰიპერფოკუსის დროს, სხვანაირად გადავგეგმო და ჰიპერფოკუსი ნამდვილად კარგი რაღაც არის ჩვენ შემთხვევაში, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან ბევრ კარგ რამეს გვაკეთებინებს. ძალიან ხო, როგორც გითხარით, მე ვარ ამის დასაწყისში, მე მართალი გითხრათ, მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ ნეირომეცნიერებებს არ ვისწავლდი არასდროს, არა იმიტომ, რომ არ მაინტერესებს, უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არის ის, რაც ჩემთვის არის ძალიან დიდი სფერო, და არ შევეჭიდებოდი ამას უბრალოდ არასდროს. თუმცა ეხლა მივხვდი, რომ თუ ელემენტარულ დონეზე მაინც არ გავიგებ ჩემი ტვინი როგორ მოქმედებს, რატო არის განსხვავებულად რატომ ფუნქციონირებს, რა აქვს განსხვავებული კონკრეტულად, რა არის ის ოპერაციული სისტემა, რომელიც მე მაქვს და რომელთაც ვფუნქციონირებ, უბრალოდ ვერ შევძლებ, რომ ვერც ბოლომდე მივიღო ჩემი თავი, ვერც ბოლომდე გავითავისო ADHD და ვერც წინ წავიდე, უბრალოდ მუდამ ვიქნები ერთ ადგილზე. ამიტომაც ამ ხრივაც მომიწევს და მეც არ ვიცი, ეხლა ამ შემთხვევაში არაფერი არ ვიცი ADHD-ის შესახებ, ძალიან მინიმალური ცოდნა მაქვს. უბრალოდ რაც მინდა რომ გაგიზიაროთ და რაც მინდა რომ გითხრათ არის ის, თუ როგორ გრძნობ თავს, რაღაც კონკრეტული სიტუაციებისგან დროს რა ხდება, როგორ იმის მიღმა თქვენ რასაც ხედავთ გარშემომყოფები, ჩვენთან რა ხდება, ჩვენ რას ვფიქრობთ, ჩვენ როგორ აღვიქვავთ ამ ყველაფერს. იმიტომ რომ მართლა ძალიან ძნელია, როცა ამ რაღაცის შიგნით არ ვართ, ამას არ განვიცდით. ძალიან ძნელია რომ მივხვდეთ უბრალოდ სხვა ადამიანი რას ფიქრობს და რა განცდები აქვს ამის შესახებ. შეიძლება ერთმა ნათქვამა სიტყვამ მთლიანად დაანგრიოს ჩვენი დღე. და მქონია ძალიან ბევრი შემთხვევა ამ ბოლოს განსაკუთრებით, როცა დილით მიღებულმა ერთმა მესიჯმა მთელი დღე პარალიზება გამოიწვია ჩემი და უბრალოდ მთელი დღე ვერ გავიძერი და ვერაფერი ვერ გავაკეთე, მაშინ როცა დაგეგმილი მქონდა 1000 საქმე და 1000 რაღაც უნდა გამეკეთებინა. ჩემი ვალია ისიც და ჩემი ჯვარია ისიც, რომ უნდა ვისწავლო როგორ ასეთი პარალიზების დროს როგორ მოვახერხო ხელახლა ჩემი ტვინის ამუშავება და ამას ალბათ ძალიან მალე მივაღწევ. უბრალოდ როცა ესეთი შემთხვევები გვაქვს, ეს რა თქმა უნდა ვიღაცისგან არის გამოწვეული და როცა გვერდზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ADHD აქვს და ვიცით, რომ მას ეს აქვს,
ჯობია ხოლმე რომ მასთან მიმართებაში ცოტა ფრთხილები ვიყოთ, უბრალოდ ვიცოდეთ მას როგორ უნდა მივმართოთ, რა არის მისთვის სენსიტიური თემა, სენსიტიური თუნდაც სიტყვები და რა არ გავაკეთოთ ისე, რომ მას უფრო მეტად ვატკინოთ გული, უფრო მეტად დაუმძიმოთ ყოფა, იმიტომ რომ რაღაცა მაგალითად გეტყვით, მთელი ბავშვობა ყველა მეუბნეოდა, რომ თუ ვინმე მეხუმრებოდა, ეს ამბავი ძალიან არ მომწონდა. ანუ რაღაც ეს გახუმრების მიმღებლობა არ მქონდა და ეხლაც არ მაქვს. ოღონდ არავის არ უთქვამს ბავშვობაში, არავინ არ დაფიქრებულა იმაზე, ჩემს გარშემო მყოფები, რომ იცი რა, ამ ბავშვს არ მოწონს რომ ვეხუმრებით და მოდი დავანებოთ თავი, აღარ ვუთხრათ ეს რაღაც, ხო აღარ ვიღაცა ამას არ მოწონს, ნუ ვისაც მოწონს იმას გავეხუმროთ და ამას დავანებოთ. ეს არავის არ უფიქრია და ეხლა არის ეხლაც, ესია ეხლაც. ანუ ჩემ შემთხვევაში არ თუნდაც ჩემ შულს აქვს იგივე დამოკიდებულება და არავინ არ ფიქრობს, რომ რო ეხუმრებდი იმ ბავშვს არ მოწონს, აღარ გაეხუმრო. და არადა არის ის, რაც შეიძლება ვიღაცა ძალიან არ სიამოვნებს, ძალიან არ მოწონს, თუნდაც იმიტომ, რომ ისი ტვინი ამას აღიქვავს სხვანაირად. ეს არ არის ის, რომ რაღაცა კი განსხვავებულია, სხვანაირად აღიქვავს და არ აღიქვავს ისე, როგორც თქვენ აღიქვავთ, მაგრამ პატივიცეთ მოდი მას და ის თუ სხვანაირად აღიქვავს, ნუ გავეტყვით და ნუ გავამწაფრებთ ამ სიტუაციას, ხო? და ნუ ღარ ვეხუმრებით, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ეგო დავიკმაყოფილოთ. ესეთი მაგალითები ძალიან ბევრია და ესეთი ჩემ ცხოვრებაშიც ყოფილა და დარწმუნებული თქვენ ცხოვრებაშიც ყოფილა და უბრალოდ ეს მინიმალური რაღაცები, რომელიც შეიძლება თქვენთვის არ არის საერთოდ არც კი გახსოვთ მეორე დღეს და წამს ვერ გააკეთეთ, მაგრამ შეიძლება იმ ადამიანს, ვისაც არ აქვს მიმღებლობა ამის მიმართ, ზუსტად თავისი განსხვავებული ოპერაციული სისტემის გამო, მას მთელი ცხოვრება ახსოვს. მე მახსოვს ყველა ის ხუმრება, რომელსაც მეუბნეოდნენ და უბრალოდ არ მიყვარდა და ვერ ვიტანდი ამას, რომ მეუბნეოდნენ, ვამბობდი ამას ხმამაღლა, მაგრამ არავინ ამას არ უსმენდა და ზუსტად მახსოვს ის ადამიანები, ვინც ესე მეკცეოდა. და ნუ დღემდე რაღაცნაირად ტრამვასავით არის, მოდი ვაღიაროთ ესეც, ხო? აი ეს მინდა ზუსტად რაღაცნაირად ამას ისა ვქნათ ასეთ რაღაცებზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ ერთმანეთს თუ არ მივიღებთ ისეთები, როგორებიც ვართ და ერთმანეთის ძლიერ მხარეებს თუ არ ვაღიარებთ და ერთმანეთის ძლიერ მხარეებს თუ არ გამოვიყენებთ, ძალიან გაგვიჭირდება, იმიტომ რომ ძალიან ცუდი პერიოდი გვაქვს და ეს პერიოდი კარგად უნდა გადავლახოთ და გამარჯვებულები უნდა გამოვიდეთ აქედან. და ვისაც რა სიძლიერე აქვს უნდა გამოვიყენოთ და ვისაც პირიქით რა სისუსტე აქვს, იმ სისუსტეში უნდა დავეხმაროთ და იმ სისუსტეში უნდა გავაძლიეროთ. და ამისთვის არის ზუსტად მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებს, რომელთაც აქვთ ADHD, მათ გარშემო მყოფებმა ეს ყველაფერი გაითავისონ და მერწმუნეთ გადავხედოთ და ვნახოთ ADHD ეს ნაკლი ნამდვილად არ არის, ძალიან ბევრ შემთხვევაში არის პირიქით ბონუსი ჩვენი ცხოვრების და ეს ბონუსი უნდა გამოვიყენოთ. ოღონდ ჩვენ არ უნდა დავხარჯოთ ჩვენი ენერგია იმაზე, რომ ვიღაცებს ვუმტკიცოთ, რომ მარცნაირი ნეიროტიპიური განვითარების ვართ. არ ვართ ნეიროტიპიური განვითარების, ჩვენ ვართ ნეიროგანსხვავებულები და ეს განსხვავებულობა უნდა გამოვიყენოთ პოზიტიურად, უნდა გამოვიყენოთ ისე, რომ ჩვენი ენერგია, ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინოთ და მაქსიმალურად მოვახმაროთ იმ საქმეს, რომელსაც ვაკეთებთ და საბოლოოდ ეს იქნება საერთო საქმე. ამიტომ არ ვიცი, თუ ვინმე ფიქრობთ, რომ თუ ვინმეს გაქვთ დადასტურებული ADHD, თუ ვინმე ფიქრობთ, რომ შეიძლება ეს იყოს თქვენი ცხოვრების ნაწილი და უბრალოდ არ იცით ამის შესახებ, ან არ ვიცი, უბრალოდ გინდათ რომ ამაზე ისაუბროთ, მე მზად ვარ, ერთად ვისაუბროთ ამაზე, ერთად ვიმსჯელოთ, ერთად მოუყვეთ ხალხს ჩვენ შესახებ
ჩვენი გამოცდილების შესახებ, რომ დაინახოს სხვამაც, რომ ეს არ არის ეს იარლიყი არ არის, თუ არის საერთოდ იარლიყი, ეს იარლიყი არ არის ცუდი და ეს არ არის რაღაცა ის რაღაც ნაკლით არ უნდა დავმალოთ, არ უნდა ისა ვქნათ, პირიქით ვთქვათ, რა არის ჩვენი ძლიერი მხარე, რა არის ჩვენი სუსტი მხარე და ამით ერთმანეთს დავეხმაროთ. მე ვერ გეტყვით ეს ნამდვილად ვერ გეტყვით შემდეგ სამომავლო გეგმები ამასთან დაკავშირებით უბრალოდ არ მაქვს. თუ იმე იქნება მსურველი ერთად ვისაუბროთ ამის შესახებ, მე მზად ვარ ერთად ვისაუბროთ. თუ არავინ არ იქნება, ესეც არ არის პრობლემა, მე მაინც ჩემს ნაწილს გაგიზიარებთ. უბრალოდ მეც თქვენი კომენტარების და თქვენი ფიდბექის მიხედვით მივხვდები, რამდენად საჭიროა თუ არა ამაზე საუბარი. შეიძლება საერთოდ ფიქრობთ, რომ ეხლა ამაზე საუბარი საერთოდ საჭირო არ არის და მეც გავაგრძელებ პირად ურთიერთობებში ამ ყველაფრის ამ ინფორმაციის გავრცელებას. იმიტომ რომ ძალიან ხშირად მინდა ხოლმე რომ ადამიანებს უბრალოდ ვინც შევს გარშემო არიან ხანდახან აი მინდა ხოლმე რომ პირდაპირ ვიყვირო რომ ვინც შევს გარშემო არიან და იმათ უთხრა რომ იცით რა არის ეხლა თქვენ რომ ამას ესე ფიქრობთ ეს რეალურად ესე არ არის იმიტომ რომ ანუ რომ თხოვრო რაღაც გავაკეთო, ვერ გავაკეთებ, იმიტომ ვერ გავაკეთებ, რომ არ მიშვებს შემიტვინი საამისოდ, არ შემიძლია ის რუტინული საქმე გავაკეთო თუნდაც და მე რო ხვდები, რომ აღარ მაქვს ძალა, რომ ამ ადამიანებს სათითაოდ აუხსნა ყველაფერი. და რაღაც მომენტში ალბათ ყველას არ გვაქვს, ყველას გვაქვს ეს ძალის ნაკლებობა, ენერგიის ნაკლებობა, რომ ეს ყველაფერი აუხსნათ. ამიტომ ვისაუბროთ ისეთ ფორმატში ვისაუბროთ, რომ ბევრისთვის ხელმისაწვდომი იყოს, ბევრისთვის გასაგები იყოს და ბევრმა ვინც თავის თავს ამოიცნობს, მიხვდება, რომ მარტო არ არის ის და შეუძლია ვიღაცას გაუზიაროს თავის აზრი, საჯაროდ ილაპარაკოს ამის შესახებ, ისე რომ არ შერცხვეს ამის შესახებ, ეს არ არის სირცხული, პირიქით ეს ბონუსია და თქვენი ამბავი მნიშვნელოვანია ყველასთვის. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ADHD გაქვთ ან დადასტურებული გაქვთ ან არ ვიცი, რამე შეხება გაქვთ ADHD-სთან, უბრალოდ ვისაუბროთ ერთად და მოვუყვეთ ერთმანეთს და სხვებს, რაც თავარია, სხვებს, ვინც არ იცის ამის შესახებ საერთოდ, მათ მოვუყვეთ და გავაგებინოთ რას ფიქრობთ, რას განვისთით, რა გვინდა და როგორ შეიძლება რომ გამოვიყენოთ ჩვენი სიძლიერე და ჩვენი ძლიერი მხარეები ზოგადი საქმისთვის.